კვლავ ქართულ რუსულ ანუ რუსულ ოცნებაზე უნდა ვილაპარაკო. ამ ქართულმა რუსულმა ოცნებამ და პერსონალურად ბიზინა ივანიშვილმა პარანოიკმა უსაშინლეს მდგომარეობაში რომ ჩააგდო ჩვენი ქვეყანა, აღმოაჩინა ჩვენი ქვეყანა, ეს ყველამ ვიცით. დღე არ გავა, დღე კი არა, საათი არ გავა, რომ მან და მისმა წანაზარდებმა არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა გამოსწორებაც ძალიან გაუჭირდება ახალ ხელისუფლებას, რომელიც მოვა, როცა იქნება მაშინ. ხვალ რომ მოვიდეს და სასურველია რომ ხვალ პირდაპირ მნიშვნელობით 30 იანვარს ჩვენ უკვე გვყავდეს სხვა ხელისუფლება, ის რომ შეეჭიდოს გარკვეულ იმ პრობლემებს, რომლებიც დაახვავა, დააგროვა არსებულმა რეჟიმმა, იმ ახალ ხელისუფლებას უთუოდ გაუჭირდება ყველაფრის მოგვარება, ყველაფრის აღმოფხვრა. რასაც ახლა ჩამოგისახელებთ, ეს არის 5%, 7%, 10%. მაგალითად კანონების გაუქმება. 1 და 2 კანონი კი არ არის მიღებული. ათეულობით კანონია მიღებული და ამ ათეულობით კანონი, რეპრესიული კანონის გამო საპატიმროებში შედან ადამიანები ხვალვე გაანთავისუფლებ რასაგვირველია 31 იანვარს, მეორე დღეს ყველას. მაგრამ იქ დადგება მე კომპენსაციის გადახდის საკითხი. ზეგ-მაზეგ პირველ თებერვალს, 5 თებერვალს გადაუხდი. ინსტიტუტებია მორღვეული. იუსტიციის სახლით რომ ვამაყობდით პირობითად 10-15 წლის წინ, აღარ არსებობს პრაქტიკულად განადგურების პირასაა. იუსტიციის სახლი ცოტა ხნის წინ შეხება მქონდა. იუსტიციის სახლთან. შეგნებულად აკეთებს ამას ბიზინა ივანიშვილი. მას სურს რომ რუსულ თარგზე მოაჭროს, მოჭრას ეს ქვეყანა, მოაწყოს ეს ქვეყანა. განათლების დეფორმა. ეხლა იცით რომ გვამცნეს ბანდიტმა მიქანაძემ გითხრა რომ TSU და TSU ერთიანდება, ან ვის კითხეს, ან რატო ერთიანდება, რა კვლევაზე დაყრდნობით ერთიანდება, რა უნდა ისწავლებოდეს ამ გაერთიანებულ უმაღლეს სასწავლებელში, შენობები ვის ბალანსზე გადადის, რატო გადადის. რას მივიღებთ შედეგად 1, 2, 5, 17, 37 წლის თავზე. ვინმე მიცის რამ კვლევა, რამ საფუძველი არსებობს, ეს ყველაფერი მე ცალკე გამოსასწორებელი იქნება. თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, რომელი ერთი სფერო, რომელი ერთი მიმართულება, რომელი ერთი უწყება უნდა ჩამოვასახელო. ყველგან და ყველაფერში და ყველანაირად, ყოველნაირად ანგრევს პარანოიკი ბიზინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ეშინია არ გაჩნდეს ემანტ ალტერნატიული ფული, რომელიც მას დაავალდებულებს ან უბიძგებს, რომ მეტი დახარჯოს, მეტის დახარჯვა კი არ უნდა. იჭერს თავისიანებს, ბოდიში ამაზე გამახსენდა, თუ გუშინ წინ დაიჭირა ლილუაშვილი და გუშინ, პირობითად ცხადია, ღარიბაშვილი, ან ერთი კვირის წინ, ასევე პირობითად ბურჭულაძე, ან 2 კვირის წინ მიქაუტაძე, ის მის კითხვავის დაიჭერს ხვალ, პირობითად. იკვეთება რასაკვირველია, რომ დაიჭერს კალაძეს და მიაყოლებს ზედ დააკლავს ნათია თურნავას. მაღალზე მაღალი ალბათობით ასეც მოხდება, მაგრამ ახლა მეორე კითხვას დავსვავს, ზეგვის დაიჭერს. პარანოიკი ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც ელანდება რომ ებრძვიან და ებრძვიან ყველგან, მიადგება აუცილებლად თავისივე იმ თანაგუნდელებს, რომლებიც დღეს ერთგულებას ისე ეფიცებიან, როგორც ერთგულებას ეფიცებოდა ასე მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი. მასზე ერთგული ბიზინა ივანიშვილს შესაძლოა მართლაც არ ხავდა. ირაკლი კობახიძეც კი არ არის მასზე ერთგული მეთქი თუ ვიტყვი, ოდნავადაც არ გადავაჭარბებთ, მაგრამ ღარიბაშვილს რაღაცა არ ეპატია. ხვალ რა ვიცით რომ კობახიძეს ეპატიება და კობახიძის შემცვლელი ვინ იქნება, რა იცით რომ არ დანიშნავს კობახიძეზე უარესი ხო წარმოუდგენელია ვინმე იყოს, მაგრამ არა დანიშნავს აი იმ რა ქვია ზარქუას ასე მაგალითად. გაკადრებთ თუ არა, გაკადრებთ აბა რას იზამს. კობახიძე გაკადრათ და დიდი განსხვავება კი არ არის ამ ორ პირს შორის. პრემიერი ირაკლი ზარქუა, გილოცავთ. ამასობაში იცით თქვენ რომ კიდევ დამატებით სხვა კანონებსაც იღებს. უკანონო კანონებს რასაკვირველია, მაგრამ რომელთა აღსრულებასაც ის ეცდება, ბევრჯერ ვერ აღასრულებს. მაგრამ ვის წინააღმდეგაც ამოქმედებს ამ კანონებს. ესეც ძალიან მძიმე იქნება ქართული სახელმწიფოსთვის ზოგადად და ინდივიდებისათვის ასე მაგალითად, ასევე. არავის არ ვუსურვებ, თუნდაც 5 დღით საპატიმროში მოხვედრას. თუმცა თუ გარდაუვალი, რაც გარდაუვალია, ის მოხდება.
20,000 ლარი დაჯარიმდებიან ის იურიდიული პირები ახალი კანონის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად და კანონად თუ იქცევა, უკანონო კანონად თუ იქცევა, ვინც პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება. რომ ვიცოდეთ მაინც. სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებს მოუჭერს და მოუჭერს მარწუხებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ ერთფეროვან ნაცრისფერ, პაპუაშვილისფერ მასაში ჩააგდოს, ადურთინოს თავი და მერე ვინც დარჩება ამ ობჩებით, ბევრი ხო წავა, ბევრი შეეგუება, ბევრი გატყდება, ბევრი სამზარეულოებში შეიყუჟება, მაგრამ ვინც დარჩება, იმათგან ყველამ მისცეს ხმა ქართულ-რუსულ ოცნებას, იმიტომ რომ მე პერსონალურად არჩევნებზე არ მივალ, თუ ამათი ჩატარებული იქნება არჩევნები, რაც არ უნდა დემოკრატიულ არჩევნებად შემომასაღონ მომავალი არჩევნები, ასე მაგალითად მიმდინარე წლის მაისში ან 2028 წელს უწევს თუ არ ვწდები კი არ ვწდები. ამასობაში ჩვენ ფართოდ გახელილი თვალებით ველოდებით მეგობარი აქტიურობის დამტკიცდება, ვერ დამტკიცდება მოცემულ ეტაპზე, შევეგუოთ ამას და შეგვიძლია ავაჩქაროთ პროცესები, ოღონდ შეგვიძლია ავაჩქაროთ პროცესები გაცილებით წყობრი. არა იმდენად სპონტანური, რამდენად წყობრი წინააღმდეგობით და ერთიანობით. და ეს ერთიანობაში მაინც ერთ პარტიულობას ცხადი არ გულისხმობ. ერთ სულისკვეთებას გულისხმობ, რაც არ არის ჩვენ საზოგადოებაში. ზოგი და ბევრი ჩვენი მეგობარი ალთასაა და ჩვენ კი ქვეყნის სადარაჯოზე. ოღონდ იმათაც გქონიათ, რომ ქვეყანას იცავენ, ან გვეუბნებიან, რომ ფეხებზე დაიკიდეთ რა, არ შეიცვლება. ჩვენც არ მოგწონს რაღაცები, მაგრამ მაინც. ამასობაში ნახეთ რას ამბობს და სპეციალურად კარგია რომ დავიმახსოვრე რას ამბობს ბანდიტი გიავოლსკი. მოგასმენინებთ. ეს ასაკურელი არ ეხება ადამიანებს, რაც საზოგადოებრივ მუშაობს და გადმოურიცხავს თავის ახლობელს ან ახლობლის ოჯახს. დავასტობოთ. ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება თანხების გადმორიცხვას უცხოეთიდან და უცხოეთიდან ვინც გადმორიცხავს თანხებს, ვინც მიიღებს ამ თანხას, მას შეიძლება მიედავონ, რომ შენ ამ თანხას მოიხმარ რევოლუციური პროცესებისთვის, საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა გსურს, საშინაო პოლიტიკის გამოსწორება გსურს, რევოლუცია გსურს, deep state-ის აგენტი ხარ, ანუ შენი მეგობარი თუ გადმოგირიცხავთ პირობით $100, $1000, €1000. ვოლსკისნაირი ბანდიტები, მისი ქვემდებარეები იტყვიან, რომ ეს თანხა შენ რამ აუცილებელი პროდუქტებისთვის კი არ დახარჯე, რაც გჭირდებოდა. არამედ დახარჯე იმისთვის, რომ შეგეზინა კომპიუტერი და ამ კომპიუტერში შენ დაამუშავე საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლების დამხობის სცენარები, ჩამოწერე, პროექტი გააკეთე. და შესაბამისად შენ დაგიჭერე 6-დან 9 წლამდე მოგარჭობენ ამის გამო. მაგრამ ვოლსკი ამბობს, ბანდიტი ვოლსკი, რომ ესო არ ეხებაო ამასო, როგორ გეკადრება თუ ზუსტად 10 წამში არც კი ცვლის საკუთარი მეჩვენებას მოусმინოთ. ის რა მიზნით გამოიყენებს ამას? ის ერთი საკითხია, მაგრამ გააჩნია რასაკვირველია, ვინ გერიცხავს, რა მიზნით გერიცხავს. რას ნიშნავს რა მიზნით გერიცხავს? გადმორიცხვა, როცა ხდება, ყველას გადაგვირიცხავს ერთმანეთისთვის თანხები და არის ასეთი გრაფა, დანიშნულება, მაგალითად TBC-დან TBC-ში რიცხავ, ან TBC-დან საქართველოს ბანკში რიცხავ. დანიშნულებაში წერია, შეგიძლია ჩაწერო. რა ვიცი. მეგობარს, ნებისმიერ ამის ჩაწერა შეგიძლია, წერტილი შეგიძლია დასვა. მეგობარს, მეგობრისაგან. ბუნებრივი არავინ დანიშნულებაში არ ჩაწერს რევოლუციური პროცესებისათვის, ხელისუფლების დამხობისათვის, არავინ არ ჩაწერს ამას. არავინ, მაგრამ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ანუ რუსულმა ხელისუფლებამ შეიძლება გითხრას, რომ დამოუკიდებლად იმისა, რა იყო დანიშნულებაში ჩაწერილი, შენ ეს თანხა მოიხმარე იმისთვის, რომ რევოლუციური პროცესები მოგეწყოო. და კონკრეტულად აღმოჩნდება თუ არა ეს თანხა ჩართული იმ პროცესებში. გას ნიშნავს ის თანხა იქნება ამოვწეროთ კუპიურის მიღებული დოლარის რიცხვები? დოლარი რაღაცა 7-8-9
სრულდება 7-8-9-10-0-ით სრულდება. აი და მე როდესაც ამ კონვერტაციას მოვახდენ ამ დოლარისა, მე ლარის ნომრები ამოვწერო, რომელიც სრულდება 4-5-6-ით და მე გაჩვენოთ, რომ ამ 4-5-6-ის დასრულებულ 100 ლარიან კუპიურას ორნაბიტში თუ ნიკორაში თუ სპარში ვხარჯავ თუ ბაზარში. ვინ დაადასტურებს იმას, გარდა სუბიექტურად მოქმედი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებისა და სუსისა, მდინარაძე ბანდიტის სუსისა, რომ მე მაინც და მაინც იმისკენ მივმართე თანხა, რომ მე შემეცვალა ეს ხელისუფლება და რომც ახლა ასე გეტყვით. მთელი ჩემი ცხოვრება ამეთქი ასე ვიტყვი, ბოლო 15 წელიწადი, 30 წელიწადია. მე პოლიტიკით ვარ დაკავებული. პოლიტიკური მიმართულების ჟურნალისტი ვარ, რეპორტიორი კორესპონდენტი ვიყავი, რედაქტორი ვიყავი, დაბოჭები რედაქტორი ვიყავი, რედაქტორის მოადგილე ვიყავი, ისევ რედაქტორი ვიყავი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვიყავი, ბევრჯერ 30 სამსახური გამოცვლილი. და სულ წერდი პოლიტიკაზე, სულ საუბრობდი პოლიტიკაზე, სულ ამ 30 წლის განმავლობაში ვლაპარაკობდი, არ ვიცი, 3000 არც ცოტა, 10000 პროდუქტი მაინც აქვს შექმნილი, არ ვიცი, 7000, რომელიც საქართველოს მათ შორის საგარეო პოლიტიკურ გზებს ეხება 2000-იან წლებში, მაგალითად წერდი ნატოზე, როგორც გარდაუვალ აუცილებლობაზე. ესეც შეიძლება ბოლსკი ბანდიტმა და მდინარაძე ბანდიტმა და კობახიძე ბანდიტმა და ივანიშვილმა პარანოიკმა ბანდიტმა ჩათვალოს, რომ მე ვცვლი, ან ცდილობ, რომ შევცვალო საქართველოს საგარეო ორიენტაცია და ამის გამო შეიძლება თუ ამასობაში დამეწია ჩემი ახლობლის თანხა გადმორიცხული ბერლინიდან თუ ვენიდან თუ ვაშინგტონიდან, შეიძლება მიიჩნიონ, რომ მე ეს თანხა მივიღე და რომ მივიღე ეს თანხა, ამიტომაც საუბრობ საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე და დამიჭიროთ. ამის გამო ყველას ვერ დაიჭერეთ, რა საკვირველია, ყველას ვერ დაიჭერეთ, მაგრამ მაინც ვერ დაიჭერენ, აკი გითხარით ყველას. მაგრამ როდესაც დაიჭერენ 10, 15, 17, 57 მოქალაქეს და 57 თავისუფალი საკანი კი ექნებათ მოცემულ ეტაპზე C. დანარჩენი 57, მეორე 57-ეული დადუმდება, მესამე 57-ეული გაიქცევა, მეოთხე 57-ეული ხელისუფლებასთან ერთგვარ დალაგებას შეეცდება. ნაკლები ალბათ, მაგრამ მაინც ზოგი მეოთხე 57-ეულიდან. და ვოლსკის ფერი, პაპუაშვილის ფერი გახდება ზოგი ჩვენგანი მეთქი ასე ვიტყვით, თქვენის ნებართვით, ზოგი ის პირი, რომელიც ახლა ჩვენს რიგებშია. და ვოლსკის ფერობა, პაპუაშვილის ფერობა, კახი, კალაძის ფერობა, როგორც უნდა ისე წაიკითხოთ, ცუდი ამბავია რომ ვიცოდეთ მაინც. მოусმინოთ კიდევ ერთხელ ბანდიტს. დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული და მოლოტოვის კოქტეილების დამზადებით. ვინ მისხავს მეთანხას მოლოტოვის კოქტეილის დამზადებისათვის? ვინ შეიძლება დანიშნულებაში ჩაწეროს ამგვარი რამე თანხა ირაკლი ტაბლიაშვილს რომიდან მოლოტოვის კოქტეილის დამზადებისათვის? ცხადი არავინ ამას არ გააკეთებს. ასე არავინ არ ჩაიგდებს საფრთხის ქვეშ თავს. თეორიულად რომ ვინმე გადმორიცხოს იმ თანხას დაუბრუნებ. მაგრამ ახლა მაქვს ერთი კითხვა. ამ ხელისუფლებას ყავს აგენტურა. აი გადაამოწმეთ საკუთარი ანგარიშები, პირობითად ვლაპარაკობ 2 თვის თავზე, 3 თვის თავზე, სექტემბრამდე. ვინ თქვა, რომ აგენტურა, რომელიც სხვათა შორის აქვე ვიტყვი, რომ რამდენიმე აგენტი ჩემზეს გამოსული იყო და ისინი რასაკვირველია, ბოდიში სიტყვისთვის და დამაპაშოლე, მაგალითად მელაპარაკებოდნენ რაღაც სიგიჟეებზე. აღარ დავასახელებ და აღარ გეტყვით. ვინ თქვა, რომ საზღვარგარეთი უცხოეთიდან არ მიიღებთ თანხას დანიშნულებით, საკუთარ თავზე ვიტყვი, ირაკლი ტაბლიაშვილს გადმოურიცხავს ვინმე ჭიჭიკო და დანიშნულებაში ეწერება, ანუ მე ჩემს საბანკო მონაცემებშიც გამოჩნდება, მოლოტოვის კოქტეილის დამზადებისათვის. ამას ხო არ ვამოწმებთ როგორც წესი. და როგორც კი ამ თანხას მივიღებთ, უცხო ადამიანისაგან ხას უსვამ, მივიღებთ ამ თანხას,
არ ვნახავთ რა დანიშნულებით გადმორიცხა ჭიჭიკო მესტანხა. მეორე დღეს არ კი არა, მეორე საათში მოგადგება სუსი ან სპეცრაზმი და გეტყვის რომ იცით რა თქვენს საბარკო ანგარიშზე მოხვდა პირობითი 1000 ევრო დანიშნულებით მოლოტოვის კოქტეილის დამზადება. მიდი და ამტკიცი ახლა შენ რომ იმ ჭიჭიკოსთან შენ არანაირი ურთიერთობა არ აქვს და ის ჭიჭიკო რომელიც არც იცი ვინ არის და რომლისთვის ასთანხის დაბრუნება ვერც მოასწარი, ვერც მოახერხე. და არც გინახავს საბოლოო ჯამში რომ ამ დანიშნულებით იყო თანხა გადმორიცხული. მიდი და ამტკიცე რომ შენი მეგობარი არ არის. ცხოვრები ვარშავაში ასე მაგალითად. არ აყავთ ამათ სუსის თანამშრომლები, რომლებიც აკონტროლებენ გარკვეულ თანხას, საბოლოო ჯამში რამდენი კაცია საჭირო? 100? 100-მა კაცმა ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან, TBC-ზე ან ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან არა შესაძლოა. შესაძლოა თბილისში მყოფმა რომ დაუსვას თანხა. ეს სხვა ვიდეოა და უნდა ვნახოთ ეს ვიდეო თუ მოვახერხე. 100-მა კაცმა რომ დაუსვას თანხა მათთვის უცდობ ადამიანებს. დანიშნულებით მოლოტოვის კოქტეილის დამზადება. ეკა გიგაურს, ვინმე ჭიჭიკომ, შეკრულმა მამუკა მდინარაძესთან, მამუკა მდინარაძის აგენტმა რომ გადმოურიცხოს $1000, 1100 ევრო მოლოტოვის კოქტეილის დამზადებისათვის. ეკა გიგაურს გასკვანჩავენ თუ არა? დაიჭერენ თუ არა? და ეკა გიგაურს რა ექნება არგუმენტი, სამტკიცი, რომ ის საქმის კურსშიც კი არ იყო, იმიტომ რომ მანამდე არანაირი ურთიერთობა თანხა გადმომირეცხია ჭიჭიკო. არცად არ ფიქსირდება, მაგრამ ბოლსკის ხელისუფლება, ბანდიტების ხელისუფლება ასე შეთითხნის საქმეს და ასე ამოძირკვავს იმ შერჩენილ ხმას. ეკა გიგაურისა ან ნებისმიერი ჩვენგანისა, ვინც ახლა ამ ბანდიტ ხელისუფლებას უპირისპირდება. ამასობაში რა ვიდეო იყო და მგონი ვეღარ შესაძლოა ნენეს აქვს და გაზიარებული ან თეონას ცხომელიძეს ნენე დალაკიშვილს ნახოთ. რა ვიდეო იყო? ხარკოვთან დოჟდის ვიდეო იყო, მოდის ვიხდი. დოჟდ, ესე ავკრიფოთ. დოჟ. Телеканал Дождь. Ჩაუწიოთ ხმა S. ხარკოვთან რუსებმა დაარტყეს, ააფეთქეს სამგზავრო მატარებელი. და ეს ვიდეო იყო სწორედ გამექცა და ვერც აქ ვეღარ პოულობს, სიმართლე გითხრათ რომ ვიდეოს, ფოტოს all ალბათ ეს jobs და არის მსხვერპლი 5 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ვლაპარაკობთ ვოლსკი ბანდიტზე და იმაზე, ანუ კაცზე, რომელიც იმათ რუსებს სამგზავრო მატარებელზე რომ მიიტანეს იერიში, ეს ერთ-ერთი დანაშაულია იმ მილიონიდან, რომელიც კი ჩაუდენია რუსეთს, იმათ კომაგობს. ბანდიტი გია ვოლსკი და ბანდიტური საქართველოს de facto ხელისუფლება. ხო, საქართველოს ხელისუფლებას უნდა რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, რომ ვიცოდეთ მაინც. საქართველოს ხელისუფლებას უნდა აი ეს არის. აუწით. გამოჩნდება ახლა აფეთქებული ვაგონი. სამგზავრო ეს ქალია, რომელიც სხვა ვაგონში იყო, აი შედიანი ამ ვაგონის კუპეში. მეუღლეები. ეხლა ბავშვს გადმოიყვანენ. აი. და გაიქშეა თავს შეაფარებენ ტყეში. და იმ ვაგონში Мужики, помогайте, идите сюда. Сука. Вот он. По цивильному вагону, сука. Все влезь. და ტყეში შეაფარებენ გადარჩენილი მოქალაქეები თავს.
აი ამ სიცივეში, ამ უბედურებაში, ამ ჯოჯოხეთში. რუსეთი არის კაცობრიობის მტერი სახელმწიფო, მათ შორის და შესაბამისად საქართველოს მტერი სახელმწიფო და შენ მოქალაქეო, რომელიც ახლა მისმენ მე, მიყურებ მე. შენ თუ უჭერ მხარს ქართულ ოცნებას, იცოდე რომ უჭერ ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში რუსეთის პუტინის მთავარ მოკავშირეს. რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები შემოგთავაზოთ რომელიმე ერთმა ივანიშვილის ფრთებს მოქცეულმა ბანდიტმა. ერთ შემთხვევაში კობახიძემ, მეორე შემთხვევაში პაპუაშვილმა, მესამე შემთხვევაში ვოლსკიმ. რომელიც ახლა თურმე ჩვენ აგვიკრძალავს ახლობელ მეგობრებისაგან, ოჯახის წევრებისაგან, თანხების მიღებასაც კი უცხოეთიდან და მოგვედავება იმაში, რომ ეს თანხები, რომელიც მივიღეთ ახლობლებისაგან ათენიდან თუ პარიზიდან, ჩვენ მოვახმარეთ რევოლუციურ პროცესებს და თუ ამას ვერ გააკეთებს, აუცილებლად გააგზავნის ბანდიტებს ვარშავასა თუ ამსტერდამში და იქიდან გააკეთებენ გადმორიცხვას დანიშნულებით მოლოტოვის კოქტეილის დამზადება ეკა გიგაურისათვის, ირაკლი ტაბლიაშვილისათვის თუ სხვა შემთხვევაში სხვისათვის. და მერე დაგადებენ ხელბორკილს და 6-დან 9 წლამდე არც ერთი ჩვენგანი არც 6 წელი იჯდება და არც 9 მით უმეტეს. მაგრამ რომც მოგვიწიოს 6 წლით საპატიმროში წასვლა, აი ახლა 52 წლის კაცი რომ დამიჭიროთ და 60 წლისა გამანთავისუფლოთ, როცა ჩემი უმცროსი შვილი იქნება შესაბამისად 13 წლისა, არ გატყდება ქართული საზოგადოება. არ დაგემონებათ ქართული საზოგადოება და ცხვირში ძმრად გადენთ იმას, რაც თქვენ ჩაიდინეთ უკვე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.